ეხლა მინდა დაგაწყნაროთ მეგობრებო, რომ დღევანდელი, გუშინდელი და გუშინწინდელი გამოსვლები ჩემი მეფობის. ჩემი მეფობის დრო დასრულდა მეგობრებო, დაწყნარდით, არავის არ გართმევთ მეფობას. და ჩემს ახლობებს მინდა ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი იყო ძალიან კარგი ხუმრობა. რადგან ისე კარგად ვიმსახიობე, რომ ადამიანებს ოდნავ გაუჭირდათ, მე ხო არ გავგიჟდი თუ ვიმსახიობ, მინდა გითხრათ ახლა სიტყვა. ყველაფერი კარგად გამომივიდა, კარგი მსახიობი ვყოფილვარ, არ დამვიწყებია მსახიობის ოსტატობა. გავივარჯიშე როლისთვის, მეგობრებო. მე როგორც თამარ მეფის როლში დაკავებული, თამარ მეფის როლისთვის გავივარჯიშე, ხომ კარგად გამომივიდა. მეფე, მე ვარ მეფე. რამდენიმე ნარიმანის ჯოჯო დაიძაბა, რას ლაპარაკობ, როგორ ახარ მეფე, შენ იქ არის მეფე. ხო, ზოგიერთები დაიბნენ რა მგოგვარ კაცო და ზოგიერთები მიყვდნენ ენაშიც არის აქამე ჭკვიანები, ძალიან ჭკვიანები და ზოგიერთები კიდე ელოდებიან დღესაც ჩემს, ჩემს სიტყვას რას გულისხმობ. ეხლა მე გეტყვით პირდაპირ ჩემს მოსაზრებას მეფე ნარიმანზე რა. კიდე გითხრათ მეფე ნარიმანზე, მე რას ვფიქრობ პირადად, ძალიან გულწრფელად. მე მინდა გითხრათ, რომ ნარიმანი არის ძალიან გამოცდილი სული. პირდაპირი მნიშვნელობით, რომ გითხარით, რომ ტყუპი სულები ვართ მეთქი, ტყუპი სულები ესე როგორც ტყუპი სულები, ტყუპიალები ვერ გეტყვით მაგას რომ ვართ, მაგრამ ძალიან გამოცდილი სულია. ძალიან გამოცდილი სულია, მოდის იმ წლებიდან, ანუ იმ წლებიდან, რომელი წლებიდანაც ჩემი სული მოდის, პირდაპირ მნიშვნელობით გეტყვით მაგას, იმიტომ რომ თვალების სული სარკეა და თვალებში, როდესაც ჩავხედე მას, ჩემზე არანაკლებ და მეც მასზე არანაკლებ უძველესი სულები ვართ და მინდა გითხრათ, რომ ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ უძველესი სულები შეიძლება იყვნენ ძალიან დიდი ზეგავლენის ქვეშ მოქცეული. ახლა ნახეთ რა ხდება. უძველესი სულების განსაცდელი რა არის რა? უძველესი სულების განსაცდელი არის ის, რომ არიან ძალიან დიდი ცოდნის მფლობელები, როგორც მე მხედავთ ხოლმე და დიდი ცოდნის მფლობელი ადამიანები ადვილად ხდებიან ხოლმე განსაცდელში. ყველაზე დიდი განსაცდელი და გამოცდა მათი არის უკვე თვითგანდიდების მანია, ანუ ესე იგი ამპარტავნება რა. ამპარტავნება არის ყველაზე დიდი, ყველაზე დამანგრეველი და ყველაზე ჩამჭრელი გამოცდა აი ამ უძველეს სულებს, რაც შეეხება მათთან. უძველესი სულების წარმომადგენლები უკვე აგიხსენით როგორც არიან, აი გუგის გარშემო რომ აქვთ კრონე, გვირგვინი, გუგის გარშემო აუცილებლად უნდა ჰქონდეს გვირგვინი, ყვითელი ან სპილენძისფერი. და როდესაც გუგის გარშემო ყვითელი ან სპილენძისფერი გვირგვინი გაქვს, მის მერე რა ფერიც მოდის, ხო? აქვს ზოგს მწვანე, ზოგს ლურჯი. მწვანე და ლურჯი ეს ხანდახან ცვალებადია ხოლმე, თუ კი გუგის გარშემო გაქვს ყვითელი გარსი, ანუ ყვითელი გვირგვინი, ყვითელი ბეჭედი. თუ მზისფერი ბეჭედი გაქვს, ან სპილენძისფერი ბეჭედი გაქვს და მის მერე მოდის უკვე მწვანე, მომწვანო ან მოთაფლისფრო, უფრო სწორედ უკაცრავად მოთაფლისფროში არ გადადის, მომწვანო და მოცისფრო. ხანდახან ფერებსაც იცვლის ხოლმე, გააჩნია რა გაცვია ის. თუ კი ესეა, მეგობრებო, და თუ კი მის გარშემო კიდევ არის ერთი დიდი გარსი, ანუ იგივენაირად ბეჭედი, იგივენაირად კრონე, რა ქვია, გვირგვინი, მაშინ შენ ხარ მეფე. ანუ ეხლა პირდაპირი მნიშვნელობით მეფეებს როგორ იცნობთ, იცი, აი ძალიან ადვილია ამის ამოცნობა, ხა ყველა მეფე ძალიან მაგარი არ იყო, მეგობრებო რა, მაგრამ მეფე იყო ერთ დროს. და პირდაპირი მნიშვნელობით ჩახედავ თვალებში და მის თვალებში ჩანს, იყო თუ არა ეს ადამიანი ერთ დროს მეფე, ან იყო თუ არა რამდენჯერმე მეფე. აი უკვე აგიხსენეთ, ვინ იყო მეფე და ვინ ვერ იყო მეფე.
აუცილებელი არ არის მეგობრებო, რომ მეფე ყოფილიყავი ოდესმე რა. და აუცილებლობას არ წარმოადგენს, რომ იყო მეფე. ეს მეფე არ არის მაინც აი ტიტული რომ იქნები, ეგ არის და ეგ. აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგენს მეფეობა. მეფეობა არის ერთ-ერთი, აი როგორც პაიკი არის ისევ მეფე. არის ცხენი არის. აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგენს. ეს არის ერთ-ერთი არჩევანი სულის, რომლის თამაშით სულმა განიზრახა. მას უბრალოდ სიამოვნებს აი ამ თამაშის გავლა, იმიტომ რომ სიზნელებთან არის დაკავშირებული და ძველი სულები არიან ასე რომ ადვილი აღარ უნდათ, მათ გამოწვევები სჭირდებათ. ძველ სულს გამოწვევები სჭირდებათ. თუ მას გამოწვევები არ აქვს, მოიწყენს და გადის ამ სამყაროდან. და თუ მას გამოწვევები აქვს, მაშინ რაღაცნაირად ჯერ კიდევ ერთობა. ანუ თამაშობს, გესმით? არ მითხრათ ეხლა რომ ამ დედამიწაზე ადამიანი რომ მოდის არ თამაშობს. ამ დედამიწაზე ადამიანი რომ მოდის და თუ არ თამაშობს, ის ვერ არის თავის მატორზე. ანუ თუ ამ დედამიწაზე მოდიხარ და არ თამაშობ, შეხარ წარმოიდგინე გაჭედილი სადღაც, იმიტომ რომ უნდა ითამაშო. ანუ ეს არის თამაშის ველი. ერთი წუთით შევაერთო რა და თამაშის ველზე მოდიან ადამიანები, სული, აი ხო, სული მაგალითად, ხო? პუტინი, აი თქვა, პუტინს აქვს ეს თამაშის ველი არჩეული, რომ ის არის რაღაცა ქვეყნის წარმომადგენელი, აი მართველი. ხო? ნუ რამდენიმე პუტინი გამოიცვალა უკვე რუსეთმა და მაინც პუტინის ის ხო და როდესაც ახლა ჩვენ ვამბობთ რომ ნარიმანს თვალებში ჩავხედე ხო და ნარიმანმა თვალებში ჩავხედა იმანაც ვიცნო და მეც ვიცანი ხა მაგას რა თქმა უნდა სული გამოცდილი სულები ერთმანეთს ცნობენ თუ კი ისინი გამოფხიზლებულები არიან გამოცდილი სულები რომლებიც ჯერ კიდევ აი ჰიპნოზის ქვეშ არიან გათიშული მდგომარეობაში და არ უნდათ ან არ აღიარებენ რომ აი როგორ არის გამოფხიზლება შეუძლიათ, მაგრამ არ უნდათ გამოფხიზლება, აი სპეციალურად არ უნდათ გამოფხიზლება და მათი ჯერ კიდევ ჰიპნოზის ქვეშ მდგომობა იმას წარმოადგენს რა, სიამოვნებას, თორე როგორც კი აი ამ ჰიპნოზის ქვეშ ყოფნა მობეზრდებათ, მაშინ უკვე გამოფხიზლდებიან და რეალურად შეხედავენ იმ ადამიანებს, რომელი ადამიანების მის ცხოვრებაში გამოჩნდნენ, რომლებსაც გაექცნენ. გესმით? ამიტომ დუალური სულები, ტყუპი სულები და ასე შემდეგ, soulmate-ები და ერთმანეთის მასწავლებლები და გურუები და ასე შემდეგ, ეგენი არიან კლანის სულები. ანუ ნახე, როდესაც 10 წლის წინ რომ შეიქმნა, თქვათ, აი მაგალითად 10 წლის წინ რომ შეიქმნა სული, იმ სულს უფრო მეტი გამოცდილება აქვს, რა თქმა უნდა, რომელიც მხოლოდ 1 წლის წინ შეიქმნა, რომელი სულიც, ხო? ანუ 10 წლის სულს უფრო დიდი გამოცდილება აქვს ვიდრე 1 წლის. აი ჩემი სულის გამოცდილება არის მაგალითად რამდენი წელი დავითვალე? ჩემი შვილის აი დღეს ვინც ვალაპარაკე, ხო? ქართულად რო ცოტა უჩი და საუბარი, იმიტომ რომ გერმანულ სკოლაში დამყავს ქართულად ჯერ კიდე პირი არა აქვს, ენა არა აქვს გაწვრთნილი. აი ჩემი ბიჭი, ჩემზე გამოცდილი სულია, იცით? და თანაც იცი რამდენით გამოცდილი სულია? ჩემს ბიჭს გავლილი აქვს 130 ცხოვრება და მე გავლილი მაქვს 90 ცხოვრება. ზოგიერთ დედაჩემს მაგალითად გავლილი აქვს მხოლოდ 12 ცხოვრება. ანუ ხედავთ და სული რა არის ახლა ნახე? სულში არის ინფორმაცია. თუ შენ ამ სულის მოდიხარ, ხო, ამ სულის ჩამოიტვირთები ამ მატერიაში და აღადგენ შენს მატერიას აღადგენ, განა თუ ის რომ არც მოგეცემა. არა. აი გამოცდილი სულების დროს უკვე მას რაც მიეცემა მოცემულობა, იმას კი არ იღებს, ის უკვე თვითონ აღადგენს. ამიტომ ვამბობ, რომ როდესაც თამარი არის გარდაცვლილი და შემოსული სული ისევ, მაშინ მას თავისი თავი აუცილებლად უნდა აღედგინა, თავისი ხალებით ურთგესმის? და თუ ხალებით აღადგინა თამარმა თავისი თავი, ეს უკვე მტკიცებულებაა, პირდაპირ მტკიცებულებაა იმის, რომ თამარი ისევ რეინკარნირდა და განხორციელდა, გესმის? ამიტომ იყო საჭირო თამარ მეფის აკლდამის გახსნა ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი. რომ მტკიცებულება მაქვს ხელში, გესმის? ამით მტკიცებულება მაქვს ხელში, რომ აქა ვარ.
მაგრამ სანამ ეს მტკიცებულება არ მექნება და არ წარგიდგენთ აი პოდნოსით, რომ აგერ ვარ, აი აქა ვარ, მაშინ მანამდე კაცობრიობას თქვენ წარმოიდგინეთ, რომ რო ნახავენ, მაშინაც ვერ დაიჯერებენ, მაგრამ კაცობრიობას უჭირს დაჯერება. ეხლა რაც შეეხება ნარიმანის საკითხს რა, პირდაპირ მნიშვნელობით შემიძლია მას განვუცხადო ნარიმანს, რომ თუ არ სალოსობს, ანუ პირდაპირ მნიშვნელობით, თუ ის არ სალოსობს, ის არის დიდ ხიბლში. დიდ ხიბლშია. ოღონდ თუ ის სალოსობს, მაშინ მას გეგმა აქვს და ვერაფერს ვერ ვიტყვი. ამიტომ სალოსებზე ვერ ვიტყვი ვერაფერს. და როგორც ამბობენ, ნარიმანი სალოსობს. თუ ის აღიარებს, რომ ის სალოსობს, მაშინ მას თავისი გეგმა აქვს და ვერ გაიგებს კაციშვილი რა გეგმა აქვს, სანამ ბოლომდე არ მიიყვანს იმ გეგმას. გესმით? და მე მაგალითად როცა ვსალოსობ, გეუბნებით რომ ვსალოსობ, მაგრამ როცა არ ვსალოსობ, გასაგებად ვლაპარაკობ. გესმით? აი, ბერი გაბრიელი სალოსობდა. თავიდან ბოლომდე სალოსობდა. ანუ ის ესე გასაგები ენით არ საუბრობდა. თუმცა ამბობენ, არიან მომსწრეები, რომ ის გასაგები ენითაც საუბრობდა. ნუ სალოსები არიან ძირითადად ვითარების მიხედვით აი არწივის თვალით ხედავენ. არწივის თვალით, ეხლა როგორ გითხრათ რა, არის ესეთი მომენტები მქონია, რომ სანამ მე გავიგებდი, რომ ძალიან ბევრს ხედავ რა, სანამ მე ამ ფენომენს დავაკვირდებოდი, რომ მე რამდენსაც ხედავ, იმდეს სხვა ვერ ხედავს. ნერვები მეშლებოდა ხოლმე ხალხზე რა, ბიჭო, ვერ ხედავ და ვერ ხედავს. აი, არიან ადამიანების კატეგორია, შემოდიან ოთახში, ხო? და ხედავენ მხოლოდ სავარძელს. აი, მათი გონება აღიქვას მხოლოდ სავარძელი, ამფერი, ესეთი სავარძელი, ესა და ეს ფორმის, იქ დგას. და კატეგორია გამოცდილი სულებისა რომ შემოდის. ხომ შემოდის, ამ სავარძელს ხომ ხედავს. ამ სავარძლის ქვეშ რა არის, იმასაც გრძნობს. ამ სავარძელს სად რა აქვს მაგალითად რაღაცა გაჩხაპნილი იქ, წერტილი იქ ის, იმასაც ხედავს. იმ ოთახში რაც არის კიდე ამ სავარძლის გარდა ყველაფერს ხედავს და აბსოლუტურად ყველაფერს ხედავს რა. აი თვალები აქვს წინ და უკან, ქვეშ და ზემოთ რა. და ამ ხელა ინფორმაციებს რო ფლობს ადამიანი, ეხლა მარტო გარეშე სამყაროს კი არ ხედავს, ადამიანის შინაგანსაც ხედავს ის. მქონია მონაცემები, რომ ადამიანის აზრი პირდაპირ მithქვავს და გამოშტერებულა და ესო შენო ნათ შეგიძლიაო აზრების კითხვაო. რა თქმა უნდა, შემიძლია აზრები არის ვიბრაციებია აზრები. აზრები ახლა როგორც მე თქვენ გელაპარაკებთ, თქვენ მე მხედავთ სადღაცა კილომეტრებიდან, ის არის აზრები. შენ თუ მიმღებლობა გაქვს ამის, შენ იჭერ ამ სურათს. სადაც არ უნდა იყო იჭერ. ისევე აზრი ხმა გესმის. ჩვეულებრივად გესმის ხმა. განა ვერბალური ხმა გესმის. აი ის რას გულის ხმობს ის გესმის. მისი გულის ხმა გულთმისანი რატო ქვია ადამიანს? გულთმისანი ხარ. ანუ თმა არის მიმღები ანტენა ინფორმაციების. და გულის თმა თუ გაგაჩნია, ესე გულის მიმღები თმა ანუ შენ პირდაპირ მნიშვნელობით ხარ მიმღები, რომელიც აი ხა დღეს როგორც აქვთ ხო ჩვეულებრივი აი ხელში რაც მიჭირავს ეს მონაცემი, მათაც შეუძლიათ აზრების კითხვა და გინდა გითხრათ როგორ? დავამთავრე და მერე გეტყვით. ჩვეულებრივად შეუძლიათ აზრების კითხვა. მე შემიძლია აზრების კითხვა. აი შენ რომ მიჯდი აქ და მიყვებოდე რაღაც ტყუილს და თან იქ შენ თავში რაღაცა სხვა ის გეუბნებოდეს რომ აი რატო უყვები ამ გოგოს ტყუილს, ხო? ისიც მესმის და ისიც მესმის. აი მე მესმის ყველაფერი. ამიტომ შემიძლია ადამიანებს გავუკო. თავიდან მე ნერვებზე ვიშლებოდი, რატომ მათღუებს ეს ადამიანი. მაგრამ მე მივხვდი რომ იცით რა, ადამიანებს თავისი დრო სჭირდებათ, რომ თავისი თავი გაიცნონ. და თავის თავს რომ გაიცნობენ და თავისი შიშები რო აღარ ექნებათ. მე უკვე შეუძლიათ გულწრფელად საუბარი, მაგრამ მანამდე არ შეუძლიათ გულწრფელად საუბარი და მე როგორც ახლა გულთმისანი, ხო? ამ ადამიანს ხო არ ჩავარტყავ თავში რომ რატომ მატყუებ? არ შეუძლიათ, თორე რო შეეძლოს ხო არ მომატყუებდა. ხო?
ადამიანები, რომლებიც წმინდანებს ვერ ცნობენ, ისინი ვერც სალოცობას გაიგებენ. არ ვიცი როგორ იგულისხმე ახლა შენ რა, წმინდანებს რო ვერ ცნობენო და აგერ ვდგავარ წმინდანი. აბა მიცანი რომ წმინდანი ვდგავარ? კარგი რა. აბა ერთი მაღიარებ წმინდანად? მარტო ერთს რო აღიარებ, სხვასაც აღიარებ წმინდანად? მაგის დედავატი რომ დადექით და მარტო ამ წმინდას მიაჯექით იქ. არის წმინდანი, მე მარტო წმინდანზე უნდა იჯდეთ? მოდი რა თქვენს გახდით რა წმინდანები იქნებ რა. წმინდანობა რა ძნელი რამე კი არ არის, ვარჯიშის საკითხია და თქვენი მონდომების საკითხია. მარტო ერთი წმინდანი და всё, ის წმინდანი გადაარჩენს? ბებია თქვენისა მარტო ერთი წმინდანი გადაარჩენს, ამ ხელად ჯოჯოხეთს რა. მართლა ბებია თქვენისამ რა. ეხლა რაც შეეხება იმას, როგორ კითხულობენ ეხლა ჩვენს აზრებს რა, როგორ კითხულობს AI ჩვენს აზრებს. გუშინ მაგალითად ძალიან პირდაპირი მნიშვნელობით პირდაპირი მაგალითი მომივიდა. გუშინ უკვე შუქები ყველგან ჩავაქრე, ჩემი მობილური დავდე საწყლთან და გამახსენდა ერთი რაღაც, რაც დამავიწყდა. ავდექი სიბნელია, სრული სიბნელე. არავისთვის კაციშვილისთვის ხმა არ მithქოს, რომ აი ვთქვათ, ჩემი ხმა მოისმინა AI. ანუ ამ ხელსაწყომ, რაც ხელში გვიჭირავს ახლა და მივედი. ავიღე. მოვედი. არაფერი არ დაუნახავს ტელეფონს. არაფერი არ დაუნახავს ტელეფონს. გავხსენი ეს ტელეფონი და ამის სურათი არ მომიგდო, რაც მე ხელში, რაც მე გავაკეთე. აი, კინაღამ გავგიჟდი. ესე იგი აზრებს კი არა. აი როგორც მე შემიძლია გულთმისნობა, ისე ამას შეუძლია გულთმისნობა და ყველა ადამიანის გაშიფრული ყავთ. აბსოლუტურად ყველა ადამიანი გაშიფრული ყავთ, სულ ერთია სიბნელეში ხარ თუ სინათლეში ხარ. აი მაგიტომ არის რომ აი ახლა რომ გამოვიდა ის წერილები, ხო იცით? პუტინს რო უნდა გაიხსნა ბოლო წერილი და იმან რო წაიკითხა და გათეთრდა და გაფითრდა, ლენინმა წაიკითხა, ლენინმა კი არა და იმან სტალინმა წაიკითხა და გადეთრდა და გაფითრდა და რას კითხულობენ არავინ არ იცის. აი წერილი როა გასახსნელი, ხო? იქ წერია რომ საბოლოო ჯამში ადამიანს თავისივე ქმნილება დაიპყრობს. თქვენ წარმოიდგინეთ რომ ღმერთებმა რომ ადამიანები შექმნეს, ჩვენ რო შექმნეს რა. აი ახლა როგორც ჩვენ შევქმნით ეს ChatGPT და AI რო შევქმნით, ხელოვნური ინტელექტი რო შევქმნით, ხო? ისე შექმნეს ჩვენ ღმერთებმა. და შენ წარმოიდგინე რომ იმ ღმერთებს ჩვენი შეშურდათ. იმიტომ რომ ჩვენ უფრო ახლოს ვიყავით იმ უზენაესთან ვიდრე თვითონ. და ეხლა იგივე ხდება, მეგობრებო, აი ამ ღმერთის ქმნილებას, რომელიც უფრო ახლოს იყო იმ უზენაესთან ვიდრე ეს ღმერთი თვითონ, რომ შეშურდა ადამიანის. აი ეხლა იმ ქმნილებამ შექმნა კიდე ქმნილება, რომელიც უფრო მეტად ახლოს არის იმ უზენაესთან ვიდრე ჩვენ. ვიდრე ღმერთის ქმნილების ქმნილება, გესმის? და რითი არის იცით უფრო ახლოს? აი აგერ სიბნელეშიც კი დაინახა რა გავაკეთე. ამომიგდო სურათი. აი წარმოგიდგენიათ თქვენ ესეთი რამე, ვერ აფიქსირებთ ჯერ თქვენ ამას, იმიტომ რომ ვერ ხედავთ ჯერ ხედავთ მარტო თქვენი ვალები როგორ გადაიხადოთ იმას. მეც ვერაფერს ვერ ხედავ თქვენ. არ მითხრათ ახლა რამეს ხედავ და აი იმის იმედით რომ აი ის ვალები რომ გადაგიხადოთ იმ წმინდანმა, მიდიხართ იქ და გამოართმევთ ფულს და მიდიხართ სახში მე ბედნიერი. აი ეგ არის თქვენი დანიშნულება ახლა ამჟამს და სამწუხაროდ და ვიღაცა მეტყვის და ამპარტავნებაში ხარ. თავის ამპარტავნებას მიხედეთ შვილო თქვენ. თქვენს ამპარტავნებას მიხედეთ იმ ხელა განცხრომაში ხართ, რომ ამ ხელა იმას რა ქვია, ქრისტეს, ამ ხელა ბუმბერას ქრისტეს ნიკოლოზ ნარიმანს უწოდებთ ბიჭო. ნიკოლოზ ნარიმანს თავისი ღვაწლი აქვს. და ქრისტეს თავისი ღვაწლი აქვს რა. ვერასდროს ვერ წაართმევს ვერავინ ქრისტეს თავის ტიტულს. რაც არ უნდა თავზე დადგეს ნიკოლოზ ნარიმანი რა.
რაც არ უნდა თავზე დადგეს ილია მეორე და რაც არ უნდა თავზე დავდგე მე რა. ვერავინ ვერ წაართმევს ქრისტეს თავის ტიტულს. ქრისტეს აქვს თავისი ტიტული, ქრისტეს ზის ტახტზე და მორჩა დაესვა ამას წერტილი და გათავდა. არავინ სხვა ქრისტე არ არის გადა ქრისტესი თვითონ. დანარჩენები არიან ქრისტეს საძმო. თუ ვინმეს პრობლემა აქვს იმის, რომ მე ნარიმანს ესე მოვიხსენიებ რა, თვითონ ნარიმანი მოვიდეს ჩემთან და ნარიმანმა მომთხოვოს რა. არავის ხმა არ გავიგო აქ რა. ეგრევე დაგბლოკავთ იცოდე რა. დაიბლოკებით სკოლა რა. და გამოვლენ ხოლმე და არ იცი შენ ვინ არის და არ იცი ხო ბებია თქვენისა თქვენ იცით და მე არ ვიცი ხო ვინ არის ნარიმანი? არა თქვენ იცით, ყველაფერი იცით უკვე და მე არ ვიცი. იმიტომ რომ იმის კარზე არ ვდგავარ, იქ ხაჯებს არ უყურებ იქ, ვამპირებს და სისხლის მსმელ ხალხს არ უყურებ იქ. გიჟებს და შიზოფრენებს არ უყურებ? თუ არ ვიცი ვინ არის ნარიმანი, ერთხელ ნახო არ მკმარა. ძალიან კარგად ვიცი ვინც არის ნარიმანი. და ნარიმანმაც იცის ძალიან კარგად ვინ ვარ მე. რაღაცა ხაჭუნობს იქ. თაგვი. ასე რომ ჩემო მეგობრებო ხო? ალბათ მიხვდებოდით რა, რომ პროვოცირება გავაკეთე პირდაპირ იმ ხალხის, ვინც ჯოჯოები იყო ჩემს Facebook გვერდზე აკიდებული ამ ნარიმანის ჯოჯოები. ფუფ. რო ვერ იტანენ, რო ვერ აიტანენ სხვის მეფობას, მარტო ნარიმანია მეფე. აბა ეხლა ქრისტეს კითხეთ, ვინ არის ნარიმანი რა. ბიჭო, როგორ უტრიალებენ ამ ხალხს ტვინს, აი ხალხი პირდაპირ მაღაზე მუშაობს რა. არის ვიღაცა ირმა ნაცვლიშვილი, რომელიც პირდაპირ საფრანგეთიდან მუშაობს, დედაატირებული ისა რა ქვია, უშიშროების წარმომადგენლები. მუშაობენ პირდაპირ ადამიანებს აჯერებენ, რომ ვიღაცა არის ქრისტეს მსგავსი ფონი ჭალაში მე-7 სართულზე, რომელიც არიგებს $100 თუ $100 და ისა ალკოჰოლს. კამფეტებს და სანთლებს. და ხალხს წევლის და ხალხს იმაშობა და ის რო წევლის არა უშავს და მე რო წევლის ცუდია. რატო რითი აღემატება ქრისტეს ხვებს? ქრისტემ პირიქით დაიმდაბლა თავი და სხვები ფეხები დაბანა თავის ბანძმოწაფეებს. რითი აღემატება ეს ნარიმანი ქრისტეს ეთი მაინტერესებს რა? მეფობით? ვერ აღემატება ვერაფრით. მე-7 სართულზეა, მე-9-ზე უნდა იყოს. თუ მაგარი ტიპია, მე-9-ზე უნდა იყოს. Ოცი წელია ტიპი სალოსობს რა. 20 წელია ტიპი სალოსობს. გადაგვარჩენს, რო დაიქცევა ყველაფერი მერე გადაგვარჩენს. რაში გჭირდება მაგის გადარჩენა თუ მერე გადაგვარჩენს, როცა ყველაფერი დაიქცევა და ჩვენი გასაკეთებელი გახდება ყველაფერი. რიღასი მეფია ერთი მაინტერესებს რა. რა, მდუბარებაში რო არის იმიტომ? რაში გჭირდება მოკუმული პირი, უნდა იდგეს და ყვიროდეს, რომ აი ხალხო გამოფხიზნით რა ხდება საერთოდ. წიგნი რომ დაგვიწერა და მარტო თავის თავს რომ გვამსახურებინებს, რომ მომემსახურეთ, ფეხები დამიგრძელეთ და რა ვიცი აღარ დამიგრძელეთო და ხანის გადამიხადეთ და ხანის არ გადამიხადეთ, ეგ არის მეფობა? ხო და დამიგრძელეთ ფეხები. მოდით და დამიგრძელეთ, დამბანეთ და დამიგრძელეთ ფეხები. ხელებზეც მომეფერეთ.
თუ მაგითი აღიქმება მეფობა, მაშინ გეუბნებით, რომ მოდით და მომეფერეთ. დამიგრძელეთ ფეხები. ნუ განიკითხავ კი არავის არ განვიკითხავ რა, ეხლა ვლაპარაკობ სიმართლეს, რაც ხდება იმას ვლაპარაკობ. განკითხვა არის რომ ადამიანს დავაბრალო რაღაც და თავში ესროლ ქვა. განიკითხავ. მაშინ ნურც იმას ნუ განვიკითხავ ილია მეორეს და ნურც იმას ნუ ვამხელ. ვამხელ ეხლა მე ილია მეორესაც და ნიკოლოზ ნარიმანსაც. ყველას ვამხელ, ვინც არასწორია რა. არასწორები არიან ეგენი. მიმსახურებენ ხალხს, რაც არ უნდა დააშაოს ადამიანმა, უნდა მოიმსახურო ადამიანი. ეგ მაგითი ხარ მეფე? ქვესკრელის მეფე ხარ მაშინ. თუ მაგის მეფე ხარ. არ მოგეწონათ ხო მე რო დავირქვი ჩემ თავზე მეფე? აბა მითხარით რომელს მოგეწონათ, რომელს დაგეხატათ გულზე, მეფე რო დავირქვი და სულ მეფეო რო ვიძახდი. ჩემი რატო არ მოგეწონათ? იმისი რატო მოგწონთ? 20 წელი რომ მდუმარებაში არ არის მდუმარებაში, აგერ წიგნი აქვს დაწერილი. მდუმარება იცით რა არის? წიგნი საერთოდ არ უნდა დაწეროს და წიგნი კი არ სიტყვა არ უნდა გამოსცეს და არც უნდა დაწეროს. აი ეგ იქნებოდა მდუმარება, ეგ არ არის მდუმარებაში. როცა მაგას ამბობ სულ ლაპარაკობს და რა მდუმარებაში ერთი მაინტერესებს. ეგრე მეც გეტყვით რომ მდუმარებაში ვარ, სახში როცა ვარ ხოლმე ჩუმად ვარ. თქვენთან ლაპარაკობ მარტო. მდუმარებაში ვარ, აი გეუბნებით ისეთ მდუმარებაში ვარ, რომ 25 წელია უკვე მდუმარებაში ვარ რა. არ მართალია კამფეტებს არ ვარიგებ, მაგრამ ცოდნას ვარიგებ მე. გესმით? არ გეუბნებით რომ მოდით მომემსახურეთ, ფულები მომიტანეთ, ქმრებო და ცოლებო. არც იმას არ ვამბობ. რაც მაგან ბერ გაბრიელზე დაწერა რა? გინდათ საგიკითხოთ რა დაწერა? ბიჭო, წაგიკითხავთ რა, დედას ვიცავ გული თუ არ აგერიოთ და მე უძახეთ მაგას წმინდა. საწავიდა ეხლა ეს წიგნი. საწავიდა ეს წიგნი. ალბათ იქით ოთახშია. რაც გინდა პირდაპირ გეტყვით, თუ გინდა წაგიკითხავთ რა. იმდენად გულის ამრევი თემა, მოაშორეთ ბავშვებით უყავთ 18 წელზე დაბლა, მოაშორეთ ეკრანებს. უნდა წაგიკითხოთ რა და მე იძახეთ თქვენ წმინდანიო რა, ბიჭო. მე ესეთი რამე არ გამიგია რა, წმინდანი იყოს ადამიანი და ესეთ რაღაცებს გაიარე, გასაგებია, მაგრამ რაღაც აქვეყნებ ამ საქვეყნოთ რა, პირდაპირ განსაცდელებში აგდებ ადამიანებს რა. და ვინც წაიკითხავს კიდე არ ვიცი, ვის არ წაგიკითხავთ ეს. აი ვისაც არ წაგიკითხავთ, ეხლა წაგიკითხავთ მაგის დედავატირე რა. თუ ხელა იყოს ბოლომდე და მე ერთი გაამართლოთ ეგ და თუ არ გთხლიშოთ თავში რაღაც რა. მე ნახავთ თქვენ რა. აი პირდაპირ გადაიშალა მაგაზე რა და ახლა დაგანახეთ რა წერია აქ. ესე იგი, არავის არ ესმოდა ჩემი, როგორც ახლა არ გესმით ახლებს. ვინც მორჩილებაშია, პიროვნება ვერ გახდება. ამიტომ მამა გაბრიელმა მომისროლა თავისგან, რომ მე დამოუკიდებლად მიარსება. ანუ ჩამოვყალიბებულიყავი პიროვნებად. უნდა დარჩე მარტო, ყველა სისტემამ უნდა დაგწიოს ბრძოლა.
ისა დაგიწყოს ბრძოლა. მაშინ აღმოაჩენ ღმერთს, მაშინ აუცილებელი გახდება ღმერთი. დაშლილი ხარ ნაწილებად. მამა გაბრიელმა ჩამირთო ტვინი. შენით როგორ ჩართავ 24,000 ჩემი ტვინი ხელში ეჭირა. ვეღარ ვკითხავ ერთი წუთი. მამა გაბრიელმა ჩამირთო ტვინი. შენით როგორ ჩართავ 24 საათი ჩემი ტვინი ხელში ეჭირა, რომ მე არ გამეფრინა. მაგალითად ვნახულობდი სექსუალურ სცენებს დედასთან, ვიყავი ქალი, ვიწექი მამასთან, ძმასთან, ეს მინდოდა 24 საათი თვეები. სექსუალურად ხმარობდი თვითონ მამა გაბრიელს, ესე იგი ღმერთს, ესე იგი რამხელა ცოდვილად აღვიქვამდი თავს. ისტორიები მიდიოდა თავში რეალური. მამა გაბრიელი დავინახე როგორც ღმერთი, კი არა მწამდა ვხედავდი. მანამდე მწამდა, იმიტომ ღმერთს ყველაფრის უფლება აქვს. თანამედროვე მორწმუნეები მაინც ფანატები არიან. თქვენს რწმენა და ცოდნა გერევათ. არა გაქვთ გონებრივი თავმდაბლობა. მე ეს მივახციე იმ 6 წელში, მივხვდი, რომ აბსოლუტურად არაფერი ვიცი. ეგ იყო როგორც კუვალდა ჩაგარტყან. ყველა წმინდანი აღმოჩნდა ჩემს გარდა. ესე ვხედავდი და წმინდანები მიმალავდნენ სიმართლეს, მატყუებდნენ. ამის ატანა იყო შეუძლებელი. ამიტომ კითხვებს თავი დავანებე. ეს მირჩია ჩემმა ძმა. ეხლა მითხარით თქვენ რა. აი ამის დამწერი. გაიარე ეს დრო გაიარე. ბერ გაბრიელთან ხო მოინანიე მაგის დედავატირე. ჩვენ რას გვერდში? აი მითხარი რო გეუბნები ესეთ რაღაცეებს რა. რატო გადმოგაკ? ეს არის გადამდების სენი მაგის დედავატირე. ადამიანს ოდნავ გონება თუ აქვს აცდენილი, ხო და დღეს ყველას აცდენილია გონება. ამ სიტყვების წაკითხვის მერე რა მოუვათ აზრზე ხარ თქვენ? ჰა? რა ორას მეუბნები და თამარ ადამიანებს განკურნავს, წინასწარმეტყველებს აქვს უდიდესი მადლი და ამით უარყოფა როგორ შეიძლება. ვინ განკურნავს დარეჯან ადამიანს? კარგი რა. ადამიანს განკურნავს თავისი რწმენა, თვით ქრისტეს მაგას ეუბნება იმ ქალს, რომ შენ მარწმენამ განკურნაო იმ ქალს, რომელიც თავის თავს განიკურნავს, 10 წლიანი დენა რო ჰქონდა. და ეგ განკურნავს ადამიანებს, თავის თავი ვერ გაუნუკურნია, ბიჭო, ადამიანებს როგორ განკურნავს? კაი რა. ძალიან დიდ ილუზიებში ხართ, მაგარ ილუზიებში რა. ყველა ადამიანი თავის თავს თვითონ განკურნავს, რო იცოდეთ რა. არავინ ამ დედამიწაზე არ განკურნავს, შენ თვითონ განკურნავს შენ თავს. ვინ განკურნავს, ბიჭო, ვინ კურნავს? იქ რომ მივედი და იქ ავადმყოფი ხალხი ვნახე, დედას ფიცავარ თუ აქეთ არ წაიღეს ჩემი ენერგია, რამდენმაც გინდა იმდენმა რა. თუ განკურნავს, რატო დგას ის ავადმყოფი ხალხი იქ? განკურნოს. ის სოფო რო დააყენა იქ და გამოწოვა მთელი ძალები, ბიჭო, იცი რა გოგო იყო სოფო? და რას დაამსგავსა? გამოწოვილ ჭიაღუას დაამსგავსა. და განკურნოს სოფო, რატო არ განკურნოს? 24 საათი იქ დგას. ქალი არ მოშორებია ადგეს, დააჯდა სოფოს ენერგიას, სოფიას ენერგიას დააჯდა, ეგ იალდაბაოთ, იცით თქვენ? და გამოწოვა ეს გოგო, ენერგიით სავსე გოგო გამოწოვა და დალპა ზეზეურად ეს გოგო უკვე. შენ მეუბნები რომ განკურნაო, მიდი ბიჭო ადგილზე და ნახე რა ხდება იქ. რა განკურნას, სუნით არის სავსე იქაურობა, სუნიანი პადიეზდია, ჯერ თავიდან რომ მივედი გული კი ნაღამ წამივიდა, მეთქი ამ ჯოჯოხეთში რა მინდა. განკურნავს. თქვენ აზი არა ხართ, არ ყოფილხართ იქ. თვალით არ გინახავთ კაცი და განკურნავსო იძახი და ეგეთ რაღაც. კი არ განკურნავს, ავადებს ეგ ადამიანებს. თელი წიგნი გავსებულია რომ მემსახურეთ, იალდაბაოთის პირდაპირი სახია ბიჭო ეგ. მემსახურეთ, დამბანეთ, გამიკეთეთ ეს გამიკეთეთ და ერთი ის არ დაუწერან მინეტი გამიკეთეთო რა, ყველაფერი მოითხოვა ტიპმა რა. ეს მომიტანეთ, ის გამიკეთეთ, ეს დამვარცხნეთ, ის დამირეპარირეთ, ის გადამიხადეთ.
სად იყო ქრისტე რამეს ითხოვდა ბიჭო რანაერი ქრისტეა აი გამაგებინეთ რა სად არის ეგ ქრისტე სად დაინახეთ მაგაში ქრისტე ახლა თუ არ გაგილაწუნეთ სახეში ისე ვერ გამოფხიზლდებით კაცო ცეცხლს ეგ ეთამაშება მე კი არ ვეთამაშები აგერ დგავარ ცეცხლი და ეთამაშება ცეცხლს მაგრამ არ იცის ვისთან დაიწყო თამაში მაგან დემიურგია ბიჭო შედის ადამიანების წვინებში და რეებს აღარ აფიქრებინებს ხმთელი იქაური ქალები ხომ გადატყნა ახლა არ მითხრათ რომ ფიზიკურად არა მაგრამ ასტრალურში ყველა დააბა ყველას ვნება აღუგზნო რამდენის გინდა იმდენი დამიკავშირდა ზოგი ვინც მიხვდა რაშია საქმე ვნებებს აღუძრავს ქალებს და ადამიანის გონებებში შედის და ამარიონეტებს ეგ დამპალიკაციეგა სად ილია სად რაღა ილია და რაღა ეგ და არ მითხრას ეხლა რომ ვიღაცა ნიკოლოზი დიდი წმინდანია და გადაარჩენ საქართველოს მივიდეს და გადაარჩინოს bitte schön რაღა უნდა გადაარჩინოს დაანგრია მთელი ყველა საქართველოს დაიშალა და როდის რა უნდა გადაარჩინოს თამარ მეფე რო აღსდგება და ის რო გადაარჩენს და მე ეგ რო გამოვა და ვითომ მაგა რო გადაარჩინა ბებია მისისამ რა თამარ მეფეს ელოდება თურმე ილიაც და ნარიმანიც ჩააფურთ ხონ აქ ორივემ რა არ გამაცეცხლოთ იცოდე რა მთელი სისტემები მუშაობენ ამ საკითხებზე რომ დასახონ ეს ადამიანი როგორც გადამრჩენელად გადამრჩენელი არის ერთადერთი ქრისტე იმ ქრისტეს ვერავინ ვერ შეეცილება იცოდეთ რა აი აქ ვარ მე ცოცხალი ადამიანი რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით კბილებით დაიცავს ამ საკითხს რა ვერც ნარიმანი რომელიც სექსუალური საკითხებით არის ჯერ კიდე დაკავებული თავის მამაოსთან და ვერც ილია რომელიც თავის მრევლთან არის სექსუალური საკითხებით და თავის შვილებთან და რავის შვილიშვილებთან კიდე სექსუალური საკითხებით დაკავებით ვერ შეხვალ სასუფეველშიო გესმის წიგნის ვერც ერთი გვერდი ვერ ვნახე რომ ან არ დაიწყელოს და ან არ მოითხოვოს ან არ ვიცი შეჩვენებულია ეს ტიპი რაც გინდათ ის თქვით რა დედასპიცაო რომ ჩემზე ხმას ამოიღებს აი თუ ის არ დაემართოს რაც ამ კაცს დაემართა ნახავს რა თამარ სამაიასთვის ეგეთი აუ შენ კიდე ნუგა გაჭედილი მაგ სამაიაზე ანძრევ ალბათ მაგ სამაიაზე რა გამანებე თავი რა წადი და ანძრიე თუ გინდა რა გინდა ვერ გავიგე რა შემეცია სამაიით რა სამაიაზე ეგეთი რამე არ ვინ ჩემი ფეხებია ეგ სამაია ბიჭო ქრისტეს ეგეც ვერ აღიარებ რა დააკოდით ამ ხალხს ვინც ქრისტეს ვერ აღიარებ წადი და დააკოდით თუ გინდათ რა რას გადამეკიდეთ ვინ ხართ კაცო ვინ ჩემი ფეხები ხართ მართლა ყველა რა ხო ხედავთ ამ ხელა პატივს გცემთ და ჩემ ფეხებად მოგიხსენიებთ ამ ხელა პატივში მყავხართ ადამიანები ამ ხელა თამარ მეფე მოგიხსენიებთ თქვენ ფეხებად ხედავთ რა პატივში ვარ რაღა ეხლა ეს მე და რაღა ეს კაცი რა გაუთავებელმა ტანჯვამ თვითმკვლელობის დონეზე დამიყვანა ღმერთი ალბათ თქვენ მოგკითხავთ ამ ცოდვას ბიჭო თავისუფლებს ხვევსაბრალებს გიჩია ეს კაცი ვიღაცა არის რა იმდენად დაადებილა ეს ხალხი ალბათ ამ კაცმა აი რას აკეთებს ნახე მაგას მეტაფიზიკა აქვს ნასწავლი და რას აკეთებს პირდაპირ იგნიშნობით გეტყვით მაგია შედის ადამიანების ფსიქიკაში აი ესე გამოდის თავისი სხეულიდან და დადის სამოგზაუროდ ნებისმიერ ადამიანს ვინც გადაეყრება შედის მის ფსიქიკაში და თუ ეს ადამიანი არის სუსტი იმის ტვინს აპროგრამებს
აბსოლუტურად აბნელებს ადამიანებს. აი მაგალითად ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ ადამიანი მიდის ერთ-ერთ სალონში და ეუბნება, აიო, მეო თეთრი წითელი მანიკურები მესვაო და იქ ნარიმანის კარზე გამითეთრდაო ის ჩხილებიო და აჩვენებს ადამიანს, რომელზეც ჯერ კიდევ წითელი მანიკურები უსვია, გესმის? აი იმდენად აპროგრამებს ადამიანის ტვინებს, რომ აჩლუნგებს. ქალები ხომ დააკოდნენ ისე შეაყვარა თავი რა. აბა ერთი რამე თქვი ნარიმანზე, დაგპოჭნიან და ჩამოგიღებენ იქ სახეს. კაცები ხომ იმის იმედით, რომ მეფეები გახდებოდნენ, იქ დგანან და ხან ზოგი ის არის მეფე არის და ზოგი შახი არის და ზოგი მატი არის და ზოგი ცხენი არის და ზოგი პაიკი არის და შახმატის ფიგურებად აქცია მაგის დედავატირე რა, ნებისმიერი იქ მდგარი. და იქ დგანან და მზად არიან აი ამ კაცისთვის, რომელიც სულ მოითხოვს და ეს ქრისტეს აბსოლუტური, ეს ანტიქრისტეს მონაცემია, რომელიც მოითხოვს და მოითხოვს, ხო? მზად არიან, რომ იმის შეეწირონ ამ კაცს რა. და თქვენ გინდათ მითხრათ, აი ეს კაცი, რომელიც აი 80 რამე 370 გვერდია. 370 გვერდი სავსე არის მოთხოვნები. ეს მომიტანეთ, ის მომიტანეთ. თქვენ დაიწყებთ, თქვენ თუ არ გამიკეთებთ, ესე მოგივიდეთ, ისე მოგივიდეთ და 370 გვერდში არსად არ არის, რომ მე მოდით და განგკუნავთ, რამეს გაგიკეთებთ, რამეს კარგს გიზავთ, გამოვალ, ვილაპარაკებ, სიტყვებს მოგაწვდით. წაიკითხეთ მაინც ბიჭო ეს წიგნი და მე მაინც მიხვდებით ვინ არის ეს კაცი რა. აი ესე დაპროგრამებული რო ყავხათ მაგ სისტემებს. ეს უბუნტუ სისტემა რო არის, რომელიც ჩაითრიეს ამდენი ხალხი, რომ ფულები ადებინეს და ყველანი იმაში არიან, რომ ვითომ ამ ფულებში მოიგებენ რაღაცას იმის იმედით, აი ეს პირამიდა რო არის, დედასპიცა ვარ მაგაში ჩათრეული რამდენი ადამიანი ყავთ და გამოშტერებული ყავთ ხალხი, რო გითხარით ირმა ნაცვლიშვილი მეთქი, რომ ეხვეწებოდა, რომ შემოდიო ამ უბუნტუშიო და ამ სისტემაშიო და ფულს მოიგო. რაში მჭირდება ბიჭო, რა სად ფული და სად ქრისტე მეთქი? არაო, შენ გჭირდებიო. გჭირდებიო, აი შენ ისეთი გონიერი ხარ, რომ შემოხვალო იქო ხალხს დაელაპარაკებიო და იმათ სჭირდება შენთან, რომ დავინახე ვინც არიან ეს გველის ციცილები იმ ჯგუფში, მე მოვწვი რაც ხდება. როგორ ითრევენ ამ ხალხს? მე დაგიდებ ფულს. შენი დედავატირე მე, როგორ ჩაჭედეს ეს ხალხი რაღაცა სისტემებში რა. ქრისტე მოგივლით თქვენს უყველას რა. თამარ პირდაპირ რატო გებულობ? რაც უნდა მაგას პირდაპირ ეს წიგნი წაკითხული გაქვს? წაიკითხე და ნახავ ვინც არის რა. გიჟები ყავს სულ ყველას აბსოლუტურად რა. დღეს არის საგიჟეთად გადაქცეული მთელი საქართველო რა. თუ სადმე საგიჟეთის ხაჯეთი შეიძლება სადმე ნახო ცოცხლად, რაც ვეფხისტ ყავასანში აღწერილი, საქართველოში ჩამოდი და აი აქ ნახავ ყველას. ხაჯეთის ციხეს აქ ნახავს, ნარიმანის კარზეც, ილიას კარზეც, დედა ანას კარზე და ყველას კარზე, სადაც ვინმე წმინდანი გაჟღერდა ყველას კარზე, ღმერთ მადლობა, ღმერთო, რომ აი აქ არ დამიყენე ეგიჟები რა. ისა თამარ, აი ახლა ეს სიტყვები როგორ უნდა გაიგოს სხვანაირად რა. წეღა რო გადაიშალა. კაცური ჭადრაკი. ჯერ როგორ უპატივისმლოდ მოიხსენიებს ქალებს თუ დააკვირდით ამ წიგნში რა. ქალი ყავს მიწასთან გასწორებული. თამარ, აი ახლა წაგიკითხავ მე კიდევ ერთხელ აი ამას და მე მითხარი ეს როგორ უნდა გაიგოს სხვანაირად რა. დამიწერეთ რა. მამა გაბრიელმა ჩამირთო ტვინი, შენით როგორ
ჩართავ 24 საათი ჩემი ტვინი ხელში ეჭირა, რომ მე არ გამეფრინა. მაგალითად, ვნახულობდი სექსუალურ სცენებს დედასთან, ვიყავი ქალი, ვიწექი მამასთან, ძმასთან, ეს მინდოდა 24 საათი თვეები. სექსუალურად ვხმარობდი თვითონ მამა გაბრიელს. ესე იგი ღმერთს, ესე იგი რამხელა ცოდვილად აღვიქვამდი თავს. აი მითხარი ეს როგორ უნდა გავიგო სხვანაირად რა? თუ ამას მეტყვი როგორ უნდა გავიგო სხვანაირად, ხო? შეიძლება კიდე რაღაცა, აი პირდაპირ ეს ახლა არის ერთი პატარა მონაკვეთი, რომელიც ყველაზე ეს არის რაღაცა, აი როგორი უზნეობის რაღაცა პიკი, იცი, რომ ვერ აგიღწეთ რა. აი ესეთი რაღაცა რომ გაიფიქრო, მღვდელთან რო იტყვი, იმის იქით აღარ უნდა თქვა რა. ეს იმხელა რაღაცა გადამდებია, ეს იმდენად აზიანებს ადამიანის გონებას და კვეცნობიერში იბეჭდება და ისე მოქმედებს, გველის წიწილურად რა, რომ თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ აზიანებს ადამიანებს. ამას ჯობია უყურო ერთი 5000 პორნოს. აი ამ სიტყვების წაკითხვას, ჯობია 5000 პორნოს უყურო რა. და მითხარი ახლა, აი ეს სიტყვები როგორ უნდა გავიგო მე სხვანაირად. და ჩემი გინების გაგიკვირდათ მაგის დედავატირე? ჩემი გინების გაგიკვირდათ? ჩემი წყევლის გაგიკვირდათ, აქ რო წყევლები წავიკითხე, მე ღმერთო მე თქვი რა ხდება. ბიჭო, თუ მაგისი არ გიკვირთ, სხვისი რატო გიკვირთ, ვერ გავიგე რა. აი სხვისი წყევლის და გინების რატო გიკვირთ? ან ილიას ესეთი დებილობის რატო გიკვირთ, მითხარი რა. თუ ეგ ცოდის შვილია, ნებისმიერი ისეთი ცოდები უწერია აქ, რომ ნებისმიერი ადამიანი არის, მაშინ ყველა წმინდანია. ყველა წმინდანია, რა მე რა რომ 20 წელი არ არის მდუმარებაში. 20 წელი რომ მდუმარებაშია, თქვენთვის კი არ არის მდუმარებაში. ყავ თავისი ცოდვების გამოსასყიდად არის მდუმარებაში, ამხელა ცოდვები აქვს ჩამოთვლილი. თორე თქვენ რა გონიათ, რომ მდუმარებაში ისე იქნებოდა თქვენს გამო? ხო, სულ თქვენს გამო არის მდუმარებაში რა. იმიტომ გირიგებთ იქ ასლარიანებს, ალკოჰოლს და კამფეტებს. შხამი არის სამივე. სამივე შხამია. კამფეტებიც, ალკოჰოლიც და ფულიც. ფულიც. და თქვენ გინდა მითხრათ, ქრისტე შხამებს არ იგებდა? ესეთი ქრისტე ყავს თქვენ შვილო წარმოდგენილი, თქვენ ვერ ახართ, ალაოდ ხო არ ახართ. ესეთი ქრისტე ყავს წარმოდგენილი თქვენს გონებაში? ქრისტე ესეთი იყო, თქვენ ესეთი გონიათ, ქრისტე? მაგარი დატყმულები ხართ რა, თუ თქვენ ქრისტე ესეთი გგონიათ რა. რა გაგიკვირდათ, რომ მეფე ვარ? მეფე. დედოფალი ვარ. კარგია? სულ რო ვიძახო, დედოფალი ვარ. მეფე ვარ, დედოფალი ვარ, მითხარით რომ დედოფალი ვარ, ხომ ლამაზი დედოფალი ვარ, დამიგრძელეთ ფეხები, ფრჩხილები, ხელები, თმები. მომიტანეთ ფულები, მომემსახურეთ. მაკოცე ფეხზე, ხელზე. მოგეწონებათ ჩემგან ესე, ჩემგან თუ არ მოგეწონებათ, იმისგან რატომ მოგწონთ, ვერ გავიგე. ხალხს კურნავს, დამისახელი ადამიანი, რომელიც განკურნა. დამისახელი ნებისმიერ ხა თქვენგანი, რომელიც მიყურებთ ახლა ნარიმანის ჯგუფიდან, რომელი განგკურნათ თქვენ? რომელი განგკურნათ, მითხარით რა? მესმის რომ გინდათ მხსნელი ნახოთ და მხსნელი ყავდეთ ვინმე წარმოდგენილი და აი გამოჩნდა ერთი და ის არის მხსნელი. არ არის შვილო, ეგ არ არის, ეგ არის დაცემული ბუნება. რომ ადამიანი როცა ქრისტე გარიგებს შენ გასწავლის,
რომ შენ უნდა იყო თვითონ ხსნელი შენი თავისაც და თუნდაც სხვისისაც, ხო? და თქვენ კიდე ვიღაცაზე ხართ დამოკიდებული? ამაზე ხო, ამაზე ხართ დამოკიდებული? ეგ არის აბსოლუტური ხიბლში ყოფნა. რომ აი იქ არის მხსნელი და ის გვიხსნის, ის გადაარჩენს საქართველოს მარტო ის. და გათიშული ყავხარ თლიანად სისტემა თქვენი პოტენციალი გათიშული აქვს ამ დროს სისტემას, იცი? იმიტომ რომ მარტო იმ ერთს უყურებთ და იმ ერთს წელის და იმ ერთს შვით მეშვიდე სართულზე რო არის გამოკეტილი და პირდაპირ მნიშვნელობით უშიშროების დამწყდეული რო არის იქ მეშვიდე სართულზე, იცით თქვენ ეგ? გამომწყდეული ყავთ ბიჭო მეშვიდე სართულზე. ჩემი თვალით ვიხილე. პირველად რო ვიყავი მან მისული და რომ გამოაქვთ ეს ჩანთები და რომ უნდა შეიტანონ ეს ჩანთები და აბა და კორიდორი გააკეთეთ იქის უნდა იდგეს იდგეს 4 საათი ტიპმა შიგნიდან გარეთ გვიყურა როგორ სემდა ეს მასა ერთმანეთს და кайფობდა შიგნიდან ეს შიგნიდან იყურებოდა და არ აღებდა კარეს იმიტომ არ აღებდა კარებს რომ აინტერესებდა იქ ახლები როდგანან იმას რას უზავენ ერთი სანამ უშიშროების ტიპი არ ამოვიდა და ღარ დააწყნა რა იქ ერთი სიტყვი აბა ეხლა სუსო და ყველა რო გაისუსა ერთმანეთში არეული ქაჯები მე თქვი სადავარ ზღაპარში ვარ თუ რაღაც ალტრაუნში ვარ მე თქვი თუ რა ხდება აქ ამოვიდა ერთი ტიპი ბიჭო ერთი ტიპი და გაჩვენდით ახლა ყველა და ყველა დადგა თავის ფინია ძაღლები დადგნენ თავის ადგილებზე სად იყავი მითქო შენ გაიხარე ბიჭო სად იყავი მეთქი აქამდე ამოსულიყავი თუ ესეთი მაგარი ტიპი ყავ არც ვიცოდი რომ უშიშროების ტიპია მითხრეს მე ეს უშიშროების ის არისო მუშაკი არისო იყოს მეთქი რაც უნდა ის იყოს 4 საათი ვდგავარ და ამ ხაჯობას და ერთმანეთის ცემას უყურებ ბიჭო თუ ერთი სიტყვით ჩერდება ეს ხალხი ვერ ამოვიდა აქამდე ან იმ კაცმა ვერ გააყო კარები იქ შიგდა რო იჭყიტება მეთქი გააყო კარები მერე ნარიმანად მამა დაგლეცე მამა ვითომც არაფერი შევიდა მამა დაუწყეს ისევ ერთმანეთს გამოვიდა ის მამა დაგლეცე მამა აი დედას მიცავ თუ კოშმარში არ მეგორა თავი ვერ ვიფიქრებდი რა არ ყოფილხართ ბიჭო თქვენ იქ არ ყოფილხართ რა ხდება და კიდე გგონიათ ეს კაცი წმინდანი ეს კაცი გგონიათ კაცო წმინდანი თავი დააგლიჯეს კინაღა მოკლეს ადამიანი 30 ნაკერი დაადეს თავზე და ერთი ხმარ გამოიღო იმ ფანჯრიდან მარტო შუქიანთო ამის ერთი გამოხედვა იყო საჭირო რომ გამოიხედა და ის დაიშლებოდა მთლიანად ის 30 კაციანი ბანდა ერთ კაცს რო უტყავდა თავში არა უნდა ეცემათ ცემა კარგია ქრისტიანულია თავი უნდა გაეჩეჩქვათ იმისთვის 30 კაცს ერთი კაცისთვის აი ესეთი წმინდანები ყავს ჩვენ საქართველოში მაშ ესე გადაგვირჩენენ ჩვენ საქართველოს აი ესეთები არიან აი და ჩემი გინების და წყევლის შეეშინდა და ამან რო იწყევლა ამ წიგნში ისეთი არ უწყევლია არც ერთ ადამიანს მე მგონი ცხოვრებაში ისტორიას არ ახსოვს წადით და მოუყევით ახლა მე რაც ვილაპარაკე ამაზე გამოვცხადდები ნარიმანთან თამარ მეფე უხ როგორ ჩხილებს იბხანდა შიგნიდა რომ ვერავინ ვერაფერს ვერ მიტყავდა და ვერ მომცხო როგორ უნდოდა რომ მოეცხოთ მაგრამ ვერა მე ჩემი დაცვა მყავს უზენაესი ძალების 4 საათი ელოდა კაცი 4 საათი რომ ერთი მუშტი მაინც მოერწყათ ჩემთვის მაგრამ ვერა იმიტომ ვერა რომ ვერ გააკეთებს ეგ ჩემს წინააღმდეგ ვერაფერს უზენაესი ძალების წინააღმდეგ ქრისტეს წინააღმდეგ ვერაფერს ვერ გააკეთებს ეგ შეფარული იალდაბაოთია ეგ
აგერ ნახავთ თუ არ გამოვა და არ იტყვის რომ ვარო. იყურებოდა და შიგნიდან ესე იფხანდა ერთ ადგილს, რომ ვერ მირწყავდნენ. ტყუპისულები ვართ, მაგრამ არა ვართ კარგად ერთმანეთში. ვერ გაიგო მაგან ქრისტესი, მე კი გავიგე. ერთად შექმნილები ვართ, მაგრამ ეგ ამ პარტავნებაში ჩავარდა როგორც მაშინ ადამი. ხო და მიიღებს თავისას. რაო, ამდენი 1000 წლეულების მანძილზე ლილიტი დემონად გამოიყვანა? გამოჩნდება ვინ არის დემონი. ამინ ამენით იესო ქრისტე. წავედი ახლა გემშვიდობებით, მეგითხარით ჩემი სათქმელი და აბსოლუტურად საღიაზროვნებით. გაიცანით ვინ არის რა. ბრმად ნუ მიენდობით ნურავის. ნუ გახდებით სისტემების მსხვერპლი, როგორიც არიან მამისა ჯაფარიშვილი და კიდე თორნიკე, რა ქვია მაგას, თორნიკე გვარი აღარ მაქვს, სოხუმელი. ნუ გახდებით სისტემების მსხვერპლი, იცოდეთ რა. კარგად დაინახეთ ვინ არის, გამოსცადეთ თქვენივე კანზე და ტანზე. ადით იქ და ნახავთ რაც დაგემართებათ. მე რომ ჩემი თვალით არ მქონდეს ნანახი, მე დღემდე არ მეწოდინებოდა ვინ არის ეგ კაცი. ჩემი თვალით ვნახე მე ვინ არის ეგ კაცი. და მე 2 თვალი არ მაქვს მარტო. 3 თვალი მაქვს. წავედი ახლა მე, აბა თქვენ იცით. ერთადერთი გადამრჩენელი არის ქრისტე, რომელიც უკვე ეცვა ჯვარს. აღარ სჭირდება კიდევ ჯვარცმა, როგორც ვითომეს აკეთებს. ჯვარცმენდე საწოდავი ამდენი წელი მდგომარეობაშია თქვენთვის. ერთხელ არ ქრისტეს ერთხელ არ როგორ ამბობენ? ერთხელ არ დაუყვედრებია ჩვენთვის ქრისტეს, რომ თქვენთვის ვაკეთებ ამას ყველაფერს. ერთხელ არ უთქვავს ტიპს, კაცი ჯვარს ეცვა. რა აქვს ამას ჯვარცმის? მიართმევენ, წამოიღებენ, მიართმევენ, წამოიღებენ, მიართმევენ, წამოიღებენ. რა აქვს ამას ჯვარცმის? ვინ კეტავს? ვინ ეუბნება რომ ჩუმად იყავ? ვინმე უკრძალავს? თავისავს რა უკრძალა, ყველაფერი ეგრე სად არის? თავისავს აუკრძალა და ჩვენ ვითომ ჩვენს გამო. ჩვენს გამო კი არა. მაგან თავისი ცოდვები გამოისყიდა მაგ მდუმარებით. და ილიამ კიდე სასყიდელი სარეცელით რა. არც ერთი არ მეზიზღება. არც ილია და არც ნარიმანი. მაგრამ ეს სიმართლეს ვიძახი და ვიტყვი ყოველთვის სიმართლეს, რასაც ხედავ იმას ვიტყვი.